მათ შორის ერთ-ერთია დღე, რა თქმა უნდა, თეატრის გარეშე ვერ ჩაივლიდა, მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ 27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1961 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მას შემდეგ, რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მე-9 კონგრესმა ღია წერილით მიმართა თეატრის მოღვაწეებს წელიწადში ერთხელ თეატრალთა პროფესიული დღესასწაული 27 მარტს აღენიშნათ. თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზი გადაეცა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობს და ჩვენს წამყვანს ლევან ხურციას, რომელსაც არ შეგვეძლო რომ მისთვის არ მიგველოცა მის კოლეგებთან ერთად, მხოლოდ ლევანი არ იყო, მაგრამ ჩვენ სხვანაირად აგვაფორიაქა და გაგვახარა ამ ამბავმა და გილოცავთ ლევან ამ დამსახურებულ ჯილდოს, რომელიც ჩვენ გადმოგეცა სულ რამდენიმე დღის წინ. დიდი მადლობა შენზაკ, დიდი მადლობა რა თქმა უნდა თეატრალურ საზოგადოებას და დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს ჯილდოები დააწესეს ამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის. კარგი. ახლა როგორც ზაკმა აღნიშნა, ორშაბათი რა თქმა უნდა ჩვენ კულტურის გარშემო ვტრიალებთ, ჩვენი შუადღე უпроსორეთ, ჩვენი კულტურის შუადღე გამოირჩევა განსაკუთრებული ინტერესით საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ხელოვანების საქმიანობისთან მიმართებაში. ამჯერად ქუთაისში უნდა ვიმოგზაუროთ ერთად. ნუკრი, იგივე ნანი ჟორჟოლიანი, მსახიობი, რომლის ცხოვრებაც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია სცენასანაა დაკავშირებული. აწნეულების მიუხედავად წარმოიდგინეთ ყოველ სპექტაკლის დროს ის იმავე პასუხისმგებლობითა და ემოციით დგას სცენაზე, როგორც პირველ დღეს. თითქოს რაღაცა გამიკვირდა. აწნეულები საუკუნე რო გაიაროს, მაინც ისეთ გახარ, როგორც პირველ დღეს. პირველად მაყურებლის წინაშე მაშინ წარსდგა, როცა მთვარის მოტაცებაში თამარ შერვაშიძის როლი შეასრულა. როლი, რომელმაც ახალგაზრდა მსახიობს დიდი სცენისკენ გაუკვალა გზა და ერთგვარად მისი ბედიც განსაზღვრა. იცის სხვათა შორის გარკვეულმა როლებმა ასე მსახიობის მომავალი კარიერის გადაწყვეტა. ჩემთვის იყო დიდოსტატის მარჯვენაში მეფე გიორგი. აუ, რა როლია? რა როლი დაასახელა? 57 წელი სცენაზე, 100-ზე მეტი როლი უთვალავი ტაში და უხილავი კავშირი, რომელიც მსახიობსა და მაყურებელს შორის იბადება. მოდით ახლა გავიცნოთ უფრო ახლოდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ნუკრი ჟორჟოლიანი მარიამ ფირცხალაიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ჩემი საყვარელი თეატრის შენობა. როგორ მიყვარს, წარმოუდგენლად მიყვარს. ეს ჩემი ადგილია, ჩემი თეატრია. ბავშვობიდან სხვაზე არაფერზე მიოცნებია, სულ მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მამა წინააღმდეგი იყო. და როდესაც დაოჯახდი, ჩემმა მეუღლემ გამიხსნა გზა ბატონ თამაზის, აქ მაშინ თავარი რეჟისორი იყო თეატრის და ეძებდა თამარ შერვაშიძის როლზე და მოილაპარაკა სამათმა და მომიწვია თეატრში. პირველად თოჯინების თეატრში მიმიყვანა, იმიტომ რომ მე თეატრალური არა მაქვს დამთავრებული, პედაგოგიურში ვსწავლობდი. ჭი გავიარე პირველი ნაბიჯები და შემდეგ გადმომიყვანა, მომიწვია თამარ შარვაშიძის როლზე. პირველად რო ამ სცენაზე, დიდ სცენაზე ფეხი დავდგე, ეს იყო საოცრება. ასეთი ოცნების ასრულება ალბათ 1000-ში ერთს თუ ერგება. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თანაც 8 როლზე, თამარ შარვაშიძის როლზე. ამ ალბომში არის ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია, მთვარის მოტაცება, ჩემი პირველი როლი. ამ პროგრამას ვინახავ 1969 წლიდან. ამ წელს დაიდგა ეს სპექტაკლი და რა თქმა უნდა მას შემდეგ ვინახავ. საოცარია თეატრი. ერთხელ თუ იგემე გამარჯვება, მე ვეღარ დათმობ ვერასოდეს. მაყურებლის ოვაციები, ტაში მოფერება, დახვედრა, სურათების გადაღება, ყვავილების მორთვა, ეს არის ჩვენი, რა თქმა უნდა, შეფასება. ბევრი კარგი შეფასება მიმიღია. იყო ასეთი მომენტი. მოვიდნენ ერთ-ერთ სპექტაკლზე,
სტუმარ მასპინძელზე. ჩემი ჩამწველი მეძახის თუ შეიძლება რომ შემოსვლაო და კი მეთქი. და სტუმრები არიან შენთან, ამოვიდნენ ქალბატონი და მისი მეუღლე. ეს ქალბატონი დაიხარა და დაიჩოქა. ძალიან მომეფერა და ისე უხერხულადაც ჩავარდი. ხო ამდენი წელი ამ სცენაზე ვდგავარ 57 წელია. რა თქმა უნდა, როდესაც იწყება სპექტაკლი, გული სხვაგვარად ფრიალებს, სხვაგვარად ცემს პულსიც, ასე რომ ეს თუ არ იგრძენი, მაშინ არ უნდა იყო თეატრში უკვე ესე იგი. და როცა გაქვს ამის შეგრძნება, ჯერ კიდევ შეგიძლია ესე იგი რა იმის კეთება. სტუდიაში ხომ არ გითხდეს რამე? ეთქარეს ბევრი კარგი პარტნიორი მყავდა და არაჩვეულებრივ პარტნიორებში გამოვყოფ ერემო სვანაძეს. ეს იყო საოცარი. აი, რაიმე მოხდებოდა სცენაზე, ისე გამოგიყვან და აბსოლუტურად ვერ იგრძნობდა მაყურებელი ამას. ძალიან კარგი პარტნიორი იყო, ძალიან. იყო ასეთი სპექტაკლი ამიკო და ბატონი ერემო იყო ჩემი მეუღლე. პარტნიორი რა თქმა უნდა და ორთავეს შვილები ზვიად სვანაძე მისი შვილი იყო და გიგა ჩემი და შვილები მიდიან ოჯახიდან. მიდიან ყველას თავისთვის უნდა ცხოვრება და მიდიან და ერემო მოვიდა და ესე ჩამჩურჩულა რა. კარგი ჩემი შვილი, მაგრამ შენ შულს მაინც უთხარი დარჩეს სადმიდისო და მართლა ვერ შევიკავე თავი და ჩავიხარე თავი. თითქოს ტირილი ამიტყდა და დავიფარეს სახე რა თქმა უნდა მაყურებელს რო არ ეკნო. ერემო საოცარი ხო. 57 წელია სცენაზე ვარ კი. და ჩემი შვილებიც ჩემთან არიან ამ თეატრში. ასე რომ ამათაც პატარები რო იყვნენ დამტოვებელი არ მყავდა და თეატრში ვთხოვე გოგის ქავთარაძეს და მომყავდა და სპექტაკლებშიც მონაწილეობდნენ. მე აღმოაჩნდათ ის ალბათ ნიჭი და მე ორთავე მაირჩია თეატრალური ინსტიტუტი. სხვაზე არც უფიქრიათ, ასე რომ ჩემი შვილებიც ჩემთან ერთად არიან. $79 ვარ, მე 80-ში გადავდეგი, ამასაკამდე მოვედი. მალე 80-ის გავხდე, მაგრამ სურვილი მაქვს მუშაობის. არც მიფიქრია თეატრიდან წასვლის, თუ არ გამიშვებენ. მე მგონი ვიქნები კიდე კარგახანს და სურვილი მაქვს მუშაობის ნამდვილად. სიამოვნებით ვიმუშავებ.